საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ საუბარს ბარათაშვილის პოემაზე ბედი ქართლისა. ჩვენ გავჩერდით იქ, სადაც აღწერილია, როგორ დამარცხდა ქართველთა ჯარი, გაყიდა ქართული ინტერესი იუდამ, როგორც აქ არის მოხსენიებული მოღალატე და აღამაჰმად ხანის ჯარს შესაძლებლობა მიეცა თბილისი აეღო, გაეცამტვერებინა და მიწასთან გაესწორებინა. უამრავი ადამიანი წაასხეს ტყვედ, ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს, მაგრამ ერეკლე ვერ მოიხელთეს, მათი ბოლო წადილი და უმთავრესი წადილი ვერ აისრულეს. ერეკლე მეფემ გაასწრო მათ და მთიულეთში გაექცა განსაცდელს. მეორე თავი სწორედ იწყება არაგვის ხეობის აღწერით. ეს სიტყვები ყველა ქართველისთვის ცნობილია ალბათ, არსებობს შესანიშნავი სიმღერაც ამ სიტყვებზე დაწერილი. მორბის არაგვი, არაგვიანი, თან მოსძახიან თანი დღიანნი და შეუპოვრად მოუთამაშებს გარემო თვის საატეხილ ჭალებს და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ თავად ჩაამთავროთ ეს სტრიქონები, მშვენიერი სტრიქონები. ერთი რამ უნდა ითქვას, შემთხვევით ბარათაშვილის დონის პოეტი და შემოქმედი არაფერს არ წერს. არაგვის ხეობის აღწერა, გარდა იმისა, რომ ეს არის ერთობის გადმოცემა საქართველოს ბუნებისა და ქართველი კაცისა, ქართველი კაცის სულის შეხმიანება თავის საარსებო გარემოსთან და დიდი ბედნიერება განცდილი აი ამ შეხებით, ამის გარდა არაგვი, ეს დიდებული მდინარე, გადმოსცემს და გამოხატავს თავისუფლების იდეას. ამას ჩვენ ქვემოთ უფრო კარგად და უფრო ცხადად დავინახავთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს, დიდხანს უყურებს ერეკლე მეფე არაგვს და ჩვენ აქ უნდა გავიხსენოთ, რომ მდინარე ცხოვრების განსახიერებაც არის, ცხოვრების მდინარების, წუთისოფლის მდინარების განსახიერებაც არის და ძალიან ხშირად მდინარის პირას ისეთი ფიქრები აეშლება ხოლმე ადამიანს, რომელიც უმთავრესია ხოლმე კაცის ცხოვრებაში. ადამიანის ცხოვრების საზრისი, რა უნდა მოხდეს შემდგომ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა ადრე და ასე შემდეგ. ეს კითხვები, უმთავრესი კითხვები ძალიან ხშირად გაჩნდება ხოლმე წყლის პირას სწორედ. აი აქაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არაგვის პირას ერთმანეთს ესაუბრება ორი დიდებული ქართველი, ერეკლე მეფე და სოლომონ ლიონიძე, საჯული, მისი ვეზირი, მისი მრჩეველი, ძალიან განათლებული ადამიანი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, დიდი პატრიოტი და ძალიან გონიერი კაცი. აი ისინი საუბრობენ. ამ დიალოგში იკვეთება ორი პოზიცია, რომელიც ერთი შეხედვით ერთმანეთს კი ეწინააღმდეგება, მაგრამ როდესაც ორი ასეთი გულანთებული ქართველი ლაპარაკობს, თითქოს ეს დაპირისპირება ცოტათი მაინც შერბილდება ხოლმე, იმიტომ რომ ერთსაც და მეორესაც უნდა რომ დაინახოს ხსნა საქართველოსი. მათი აზრის ჭიდილი ერთადერთი მიზნით არის გამართლებულიც და გასხივოსნებულიც. რა შეიძლება ეშველოს საქართველოს. ორივე პოზიციას თავისი არგუმენტები აქვს. და ხანდახან, როდესაც ამბობენ ხოლმე, თვითონ ბარათაშვილი, რომელ პოზიციას უჭერს მხარსო, კითხულობენ ხოლმე ამას. ეს კითხვა უწინარესად ყოვლისა ჩვენ უნდა დავუსვათ, აი მე და თქვენ უნდა დავუსვათ ერთმანეთს, როდესაც წავიკითხავთ ამ პოემას. ერთის არგუმენტებიც და მეორეს არგუმენტებიც ძალიან საგულისხმოა. მართლაც ადვილია, როდესაც თქვენ ერთ მხარეს სიკეთე გაქვთ მხედველობაში, მეორე მხარეს ბოროტება. მაშინ არჩევნის გაკეთება ძალიან ადვილია, მაგრამ როდესაც ორივე მხარეს სიკეთეა, მაშინ როგორ ხდება? ერეკლე მეფე ამბობს, ახლა კი დროა სოლომონ რომა, შვიდობა ნახოს საქართველომა.
ერეკლე აცნობიერებს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა, თუ ამდენი შემოსევა გაგრძელდა, მაშინ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება. მეორე მხრივ, სოლომონის მხარეს არის ისეთი უდიდესი, უდიადესი და უმშვენიერესი სიტყვა, როგორც არის თავისუფლება, რაც მუდამ ეოცნებებოდა ქართველს და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საყვარელი სიტყვა იყო ჩვენთვის. ალბათ ყველასთვის ასეა, მაგრამ ჩვენსაც ვამბობთ და ვგულისხმობთ. და ისინი იწყებენ ამ დიალოგს. ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ ამ დიალოგს. კარგად უნდა დავაკვირდეთ ერეკლე მეფის პოზიციას და მის არგუმენტებს, რატომ არის საქართველოს გადასარჩენად გადასარგმელი ის ნაბიჯი, რომელსაც ის ცოტა ხანში ეტყვის და გააცნობს სოლომონს და მეორე მხრივ ძალიან საგულისხმოა სოლომონის არგუმენტებიც. მოდით განვიხილოთ ეს არგუმენტები. პირველი ის არის, რასაც ერეკლე მეფე ამბობს, რომ ძლივს წლების შემდეგ, რაც ის ქართლ-კახეთის მეფე გახდა, ადრე ის მხოლოდ კახეთის მეფე იყო და მხოლოდ შემდეგ გახდა ქართლ-კახეთის მეფე, აი ძლივს ამ წლების შემდეგ ქართლის მცხოვრებლებმა ის შეიყვარეს, მიიღეს, თუმცა თავიდან ასე არ იყო და აი მაშინ, როდესაც მას ეგონა, რომ ყველაფერი უკვე კარგად იქნებოდა, აი ამ დროს უღალატეს მას ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, უღალატეს საკუთარმა შვილებმაც, ამ შვილებში ცხადია მისი სისხლისმიერი ძენიც იგულისხმებოდნენ და უბრალოდ ქართველები, იმიტომ რომ ისინიც მეფის შვილები არიან. აი მის ნაცვლად რა მომაპყრეს მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს. ამ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც საქართველო დამარცხებულია, როდესაც მას არ ძალუძს თავდაცვა, ნებისმიერ მტერ შეუძლია მას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოსო, ეუბნება სოლომონს ერეკლე მეფე. ამიერიდან გაქეზებული მაჰმად ხანისა მოსისხლე გული არ დაგვაწყნარებს სიამაყითა, მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა. ეს ერთი მტერი. ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს, ეს მეორე. ოსმალი მხოლოდ დროსა უყურებს. ოსმალები ანუ თურქები ასევე უყურებენ ხელსაყრელ დროს, რომ საქართველოში შემოვიდნენ, თავიანთი ინტერესები განიმტკიცონ აქა და თავიანთი სურვილები. და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ, როს ყმანი ჩემნი ურთიერს ბძარვენ. აი რა არის კიდე მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ გურამიშვილი ამბობდა. ჩვენ ქართველები ძალიან ხშირად გარეშე მიზეზებს ამოვეფარებით ხოლმე. სულ სხვა არის ხოლმე დამნაშავე, როდესაც ჩვენ გვიჭირს და ძალიან იშვიათად ვამბობთ და ვაღიარებთ იმას, ეს ობიექტური ხედვის ნაკლებობის ბრალია, რომ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა მოვიძიოთო. აქაც იგივეა, ერეკლე მეფე ამბობს, რომ შინააშლილობა, ერთსულოვნების არქონა არის უმთავრესი მიზეზი საქართველოს დამარცხებისა. ამას ემატება ისიც, რომ ერეკლე მეფე თვითონ ლიდერი, წინამძღოლი, მეფე ქართველი ხალხისა უკვე მოხუცდა. მე თუმც კიდევ გრძნობ სულის სიმტკიცეს, გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს, ეუბნება იგი სოლომონს. შენი ირაკლის აღარა ვარ პატარა კახად რომ გინახი ვარ. და კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რასაც ახლა იტყვის ერეკლე მეფე. აბა რომელ შულს ვხედავ ღირსეულს, რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს. არც ერთი მემკვიდრე, ერეკლეს კი ბევრი შვილი ჰყავდა, არც ერთი მემკვიდრე მას არ ეჩვენება შესაფერის კანდიდატად, რომ ქართლის ტახტი გადააბაროს და დარწმუნებული იყოს და მშვიდად იყოს საქართველოს მომავალი, რომ უკეთესი იქნება და რომ საქართველო გადარჩება. აბა რას მირჩევ ჩემო მსაჯულო, კარგად იფიქრე შვილო ერთგულო და აი ამ ფიქრის თხოვნას რა მოაყოლა ერეკლე მეფემ. აც განთქმულია რუსთა სახელი. ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი. ხელმწიფე ჰყავდო, ქველიც და ბრძენიც. დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა, მტკიცე კავშირი სარწმუნოება. ეს არის უმთავრესი არგუმენტი რუსეთუმე ქართველებისაც და თვითონ რუსებისაც, რომ ეს არის ორი ქრისტიანული ქვეყანა, ორი მოძმე ქვეყანა,
რომლებსაც ერთი რწმენა აქვთ, ეს აერთიანებს ყველაზე მეტად ადამიანებსო და ეს შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რა გადაწყვეტილებასაც აი ახლა ერეკლე მეფე ეტყვის სოლომონს. მას მსურს რომ მივცე მემკვიდრეობა და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა. მხოლოდ რუსეთის ძალას თუ ამოვეფარებით ჩვენ, იმიტომ რომ სხვა მხრივ სამხრეთელი მტრებისაგან სრულიად დაუცველები ვართო. ამ სიტყვებს ხანდახან ჩვენ ზედმეტი ემოციით შევყურებთ ხოლმე, თუნდაც ახალი დროის რეალიების გათვალისწინებით. მაგრამ ერთი რამ კი უნდა ვთქვათ, რომ ეს სიტყვები არ არის ისე საზღვათაშორისო სათქმელი სიტყვები, საქართველოს მართლა ძალიან უჭირდა ამ დროს და ერეკლე მეფეს შეეძლო ეფიქრა, რომ ერთმორწმუნე რუსეთი დაიცავდა მას განსაცდელისაგან. მაგრამ ახლა ჩვენ მეორე მხარეც უნდა დავინახოთ. სოლომონი გაოცებული, განცვიფრებული და ცოტა აღელვებულიც და მერე გამოჩნდება, რომ აღშფოთებულიც ისმენს ამ სიტყვებს. ამის გამგონი ჩვენი მსაჯული უჭრეთ და მეფეს განცვიფრებული. მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს ხედვი და იგი ესთ შეცვალებულს. ნუ თუ ეს ჩვენი ერეკლე მეფეა, რომელმაც არაერთგზის თავისი სიცოცხლე თითქოს აი ესე მიაგდო პედზე, რომ საქართველო დაეხსნა და თავისუფლება შეენარჩუნებინა. ნუ თუ ეს ადამიანი ლაპარაკობს ამ სიტყვებს. რასა მიბრძანებ კადრამან მეფეს, ბატონო ღმერთი გადღეგრძელებდეს. ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა ესდენ შენზე და მსასოებელთა. ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება. აი გამოჩნდა ეს სიტყვა. აი რას უნდა ამოეფაროს ქართველის სურვილიც და ქართველის ძალისხმევაც. აი რამ უნდა მისცეს მან საფუძველი და ძალმოსილება, რომ დაიცვას საკუთარი თავი და არ იფიქროს იმ ფიქრით, რასაც თავაზობდა სულ ცოტა ხნის წინ ერეკლე მეფე სოლომონს. და მერე მოდის სოლომონის არგუმენტები. მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობით არ საუბრობს არც სოლომონი. იცი მეფეო, რომ ეივერნი იქმნებიან რუსთხელთ ბედნიერნი. დარწმუნებული ხარ შენ, რომ რუსეთი ბედნიერებას მოუტანს საქართველოს. სახელმწიფოსა ერთობას ჯულის არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს. აი პირველი და ძალიან ძლიერი არგუმენტი სოლომონ ლეონიძისა. ის ამბობს, თუ კი ერები მენტალურად ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით განსხვავდებიან მკვეთრად ერთმანეთისაგან, მაშინ მხოლოდ ჯულის ერთობა, მხოლოდ ის, რომ ორივე ქრისტიანი ხალხია, ვერაფერი წამალია მათი საერთო ბედნიერებისათვის. ეს ერთი. ვინიც ის მაშინ როგორ მოუხდეს რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი, რომ ამბობ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და მას შევეფარებითო, ეს ძალა ჩვენს წინააღმდეგ რომ მოტრიალდეს. მაშინ რა გააკეთოს საქართველოს? მაშინ მისგან ვიღა დაიცავს საქართველოს. ვით შეითვისოს რუსმა ქართველი, ვით შეიწყნაროს რუს მეფობამა, რაც მოისურვოს ქართველობამა. ვაი თუ არ დაემთხვას ასე თლიანად ერთმანეთს რუსეთის სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესები. მაშინ ვისი ინტერესები დარჩება გამარჯვებული და ვისი ინტერესები იქნება რეალიზებული? კითხულობს სოლომონი. მაშინ მეფეო რავდენ კაცთ მართალთ მოუკლან გულნი ტანჯვად იდუმალთ. მაშინ ირაკლის სახსენებელი ვინ გაახსენოს აწსაქებელი. სოლომონი აქ პიროვნულ მომენტსაც გამოიყენებს და ეტყვის, რომ შენ ხარ სათაყვანებელი მეფე ქართველთა. ნუ გააკეთებ ისე, ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ქართველთაგან სრულიად დაუმსახურებელი, მთელი შენი ცხოვრებით დაუმსახურებელი გინება გხდეს წილადო. ამაზე რას უპასუხებს სოლომონს მეფე? ძალიან საგულისხმო პასუხია. ჩემო სოლომონ, მეფემ უბრძანა, მე ყოველივ არ ვიცი განა. აი ძალიან საინტერესო მომენტია. ერეკლე მეფეს არ სჭირდება იმის სწავლება თუ რა არის თავისუფლება. 10 წლების განმავლობაში იბრძოდა ის თავისუფლებისათვის. მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის რა მოვაგვარო უმჯობეს ამის, რა ალტერნატივა არსებობს ამისი? კარგია ესე გულში მჯიღის ცემა და თქმა იმისა, რომ ქართველი არ დანებდება, რომ ის თავისუფლებისთვის თავს გაწირავს, მაგრამ თუ თანდათანობით
იმ ქართველთა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ საქართველოსთვის, ისე დაილევა, რომ თვითონ საქართველო აღარ იარსებებს, მაშინ რაღა გამართლება ექნებაო ამ ომსა და ამ ბრძოლას. მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფეთვის დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე. მე არ მჭირდება ყალბი დიდებაო ამბობს ერეკლე მეფე. მე ვლაპარაკობ როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ თავისი შვილი თავისსავე სიცოცხლეში დაასახლკაროს, რომ დარწმუნებული მინდა ვიყო ამბობს ერეკლე მეფე, რომ საქართველოს ექნება განვითარების ის გზა, მშვიდობიანი გზა, რაც მას საშუალებას მისცემს გააგრძელოს თავისი ისტორია. ახლა კი დროა სოლომონ რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა, მან საფარს ქვეშ მხოლოდ რუსეთის, ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის. ახლა ძალიან გაბრაზდა უკვე სოლომონი, აღშფოთებად დაეტყო მის ხმას და წერია კიდეც ეს სიტყვა აქა ლოგიკურად დაჰკადრა მეფეს აღშფოთებულმა, განზრახვა შენი მეფე მაკვირვებს, ირაკლი მიცის რომ ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქთვის ჭერთ ქვეშ თავისუფლება. და ერეკლეს პასუხი აქ არის ასევე ძალიან ლოგიკური. სულ მართალია ჩემო სოლომონ, მაგრამ აბა თქვი ქართველთა რა ჰყონ ამ უბედობის დარღვევის დროს. აბა ირაკლიმ რა მოაგვაროს მშვიდობისათვის საყვარელ ყმათა. კარგი, აი თქვათ მივიღე მე შენი რჩევა და ისევ გავაგრძელეთ ჩვენ ასეთი შეუპოვარი ბრძოლა, მედგარი ბრძოლა თვით გადარჩენისთვის. მაგრამ ერთი იცოდეო, ეუბნება ერეკლე მეფე სოლომონს, რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება. აი კიდევ ერთი საფუძველი ამ პოზიციების შეჯახებისა. ერეკლე მეფეს ჰგონია, დარწმუნებული ამაში, რომ ისტორიული ბედისწერა ახლავს ამ გადაწყვეტილებას. გარდაუვალია ის, რომ საქართველო შეეხიზნოს და შეეფაროს რუსეთს. სოლომონი ამაში დარწმუნებული სრულიადაც არ არის. მოდი აქ ჩვენ შევწყვიტოთ ჩვენი მსჯელობა, ჩვენი ფიქრი ბარათაშვილის პოემაზე ბედი ქართლისა და ის რაც დაგვრჩა კიდევ სათქმელი, ეს ყველაფერი დავასრულოთ მესამე ნაწილში. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობთ.